თბილისში საქართველოს ჩემპიონატი დისციპლინა მოტო ჯიმხანას მესამე დასკვნითი ეტაპი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 3 საკლასო კატეგორია: სკუტერები, კატეგორია მოყვარული და კატეგორია აბსოლუტი. შეჯიბრის მოყვარულთა კლასში მონაწილეობდა ერთადერთი ქალი მრბოლელი, რომელმაც საპრიზო ადგილის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის და სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის გადაწყვეტილებით ანი ადუაშვილი მაინც დააჯილდოვეს. მიზედად კი მოტოსამყაროში ქალთა აქტიურობის წახალისება დასახელდა. საერთოდ არ ველოდი რომ მოიგებდი, საერთოდ საყურებლად მოვედი და ბიჭებმა მითხრეს გამოდიცადეო და დავასრულე პირველი ადგილით. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, იმედია შემდეგში კიდევ უფრო მეტი ესეთი აქტივობები ჩატარდება. რამოდენიმე წლიანი თანამშრომლობის შედეგია, რომ როგორც მოყვარულებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს ეძლევა საშუალება სპეციალურ დახურულ სივრცეში აიმაღლონ ოსტატობა, უფრო მასშტაბურ შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა და ბუნებრივია ფონდი ყოველთვის ყველა იმ სპორტის სახეობის მიმართ, რომლის მიმართ ინტერესი იზრდება საზოგადოებისგან, ბუნებრივია ხელს შეუწყოს მის განვითარებას.